ეკლესია ცოცხალია, დაწყებული პირველი საუკუნიდან. აი პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლის პირველი თავი, პავლე მოციქული იესო ქრისტეს ისე ინტენსიურად ახსენებს, რომ თითქოს ვეღარც კი გამოთქვავს, იმდენად ვეღარ იტევს მისი გული იესო ქრისტესადმი სიყვარულს, რომ ყოველ სიტყვაში, ყოველ მუხში იესო ქრისტეს ახსენებს. ეს არის სული ქრისტიანობის. ვინც ეკლესიაში მოდის იმიტომ, რომ მან დაინახოს, ეძებოს, იპოვოს, შეუერთდეს ქრისტეს, ის პატრიარქის 45 წლის წინ დაწყებულ საქმესაც გააგრძელებს, თავის წინ სამშობლოსაც გადაარჩენს და სხვებისათვისაც იქნება ბრწყინვალე მაგალითი იმისა, როგორ გვიცხოვრია, როგორ უნდა ვიცხოვროთ ახლა და მომავალშიც როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ყოფიერება, რომ მიწიერი ჩვენი სამშობლო გახდეს საფეხური ზეცის მოქალაქეობისა. რამე თუ სწორედ ყოლაწმინდა სამების წიაღში მყოფობაა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ადგილი.